ისეთი არომატები აქვს, ბავშვობაში დაბრუნება რომ მოგინდება. მოგესალმებით აპოლინე სამყაროში შემოდგომა ეს ის დრო, როდესაც ტრიალებს სახლში თბილი და ტკბილი სურნელები. ცოტა დარიჩინე, ცოტა ქიშმიში, ცოტა ნიკოზი, ცოტა პორტოხალი, ნუში და ბევრი სიყვარული. დღეს მოვამზადოთ თურქული ორცხობილა სახელწოდებით დიდის ორცხობილა, რომელიც არის გარდან მხვიერი, შიგნიდან კი ძალიან ფაფუკი და არომატული. მოვამზადებ მე ორმაგის არომატით, თქვენ კი ამოირჩიეთ თქვენი ფავორიტი და დავიწყოთ მომზადება. პირველ რიგში ვნახოთ, რომელი ინგრედიენტები გვჭირდება ორცხობილის მოსამზადებლად. პირველ რიგში მოვამზადებ ფორთოხლის ორცხობილას, ისე როგორც არის ორიგინალ რეცეპტში, ხოლო შემდეგ კი მოვამზადოთ ქართული ვარიანტი. გვჭირდება 250 გრამი შაქარი, 250 გრამი მაწონი, 50 გრამი რბილი კარაქი, 100 მილილიტრი ნეიტრალური გემოს ზეთი. გვჭირდება 2 კვერცხი, ამ 2 კვერცხიდან 1 კვერცხის გული უნდა გადავზოთ გვერდზე, რადგანაც თავზე უნდა წაუსვათ შემდეგ. ასევე გვჭირდება 1 შეკვრა ვანილი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვერებელი და 9 ჩაის კოვზი სოდა. არომატებისთვის გვჭირდება პორტოხალი, მე მოგსაქვს 2 ძალი პორტოხალი, ასევე დაგჭირდება ცოტა ნუში. ამას ემუნდან უბრალოდ მოვაყრეთ. შეგიძლიათ რა თქმა უნდა ნიგოზიც გამოიყენოთ. ქვილი არ გამოგჩეს, ამის რაოდენობას გეტყვით შემდეგ მომზადების შემდეგ და ასევე ყველა ინგრედიენტების რაოდენობას და ჩამონათვალს ნახავთ დაბლა ინფობოქსში დაწვრილებით. მომზადება არის ძალიან მარტივი, ამისათვის არ გჭირდებათ მიქსერი, არამედ უბრალოდ უნდა შევროთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს და მოვზილოთ ნაზი ცომი და გამოვაცხოთ შემდეგ. პირველ რიგში კარაქი და შაქარი ავრიოთ ერთმანეთში. კარაქი ჩემთან არის ოთახის ტემპერატურის. დავუმატოთ შაქარი. ეხლა ვუმატებთ ნეიტრალური გემოსეთს, მე მაქვს რავსის ზეთი. ესეც ავრიოთ კარგად. კვერცხი, აქ არის 1 კვერცხის გული და 2 კვერცხის ცილა. 1 კვერცხის გული გადავდეთ, რომ შემდეგ თავზე წაუსვათ. ნახევარი ჩაის კოვზის სოდა გავხსნათ ეხლა ჩვენ მაწონში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გამაფხვერებელი არ გაქვთ, შეგიძლიათ მხოლოდ სოდით მომზადოთ. ამ შემთხვევაში დავუმატეთ 1 ჩაის კოვზი, ან თუ სოდა არ გაქვთ, მაშინ მხოლოდ გამაფხვერებლით მომზადეთ. და ეს ყველაფერი გადავიტანოთ ახლა დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად. სოდამ დაიწყო უკვე გააქტიურება და ნახეთ როგორი ბუშტუკები აქვს. საოცარ არომატებს უშვებს. დავუმატოთ ვანილი, არ გამოგრჩეს. პორტოხლის არომატები. მე თქვენ შეგიძლიათ ასევე პორტოხლის წონიც დავუმატოთ, ძალიან გემრიელი იქნება საროდოთ, მე დავუმატებ ძალიან ცოტას. ესე პორტოხლის ცედრა გვჭირდება. პორტოხალი ნუღოს ძალიან კარგად გარეცხილი და უმჯობესად თუ იქნება ბიო პორტოხალი. ჩემთან საკმაოდ ბევრი პორტოხლის ცედრა, ამიტომ ეხლა მე გადავიფიქრე პორტოხლის წონს აღარ დავუმატებ. საკმაოდ ბევრი ცედრა და ძალიან არომატულია ასევე. ეხლა მოვურვით კარგად. ერთი ჩაის კოვზი გამაფხვირებელი გავხსნათ ფქვილში. და გადავანაწილოთ კარგად. ეხლა დავუმატოთ ნენელა, ყველა ფქვილს უნდა დავუმატოთ. ფქვილი ყველგან სხვადასხვანაირია და სხვა ცილის შემცველობა, ამიტომ დავუმატოთ ნენელა და უნდა მოვზილოთ ნაზი ცომისით, რომ ხელზე არ უნდა გვეძებებოდეს. აი ნახეთ, ძალიან ნაზი ცომია, მაგრამ ხელზე არ მეძებება. და ეხლავე გეტყვით რამდენი ფქვილი წავიდა. ახლოს მოდი. საერთო ჯამში ამ პორციაზე დამჭირდა 650 გრამი უმაღლესი ხარისხის ფქვილი. გადავიტანოთ ახლა ჩვენ უკვე გამოსაცხო ფორმაზე, ჯერ მივიცეთ მრგვალი ფორმა. ჩემთან ორცხობილა იქნება დაახლოებით 60 გრამის.
ნახეთ, აი ესეთი ლამაზი ფორმა მივცეთ. მეგობრებო, იცით, ვინ მიღებს ვიდეოს? ჩემი ასისტენტი, ხელა გუგა უკვე რომ ვიდეოსაც კი მიღებს. მოდი ახლოს. ორცხობილები ერთმანეთთან ახლოს არ დაალაგოთ ფორმაზე, არამედ დატოვეთ სივრცე. თორემ მიეწებება გამოცხობის დროს, რადგანაც როგორც უკვე მოგესალმებათ, ეს იზრდება და მე მგონი მე დღეს საკმაოდ დიდ ორცხობილას ვამზადებ. ერთი კვერცხის გულს უმატებთ ცოტა რძეს. ერთი ჩაის კოვს მეც არ არის საჭირო. გავხსნათ კარგად. წავუსვათ ახლა ზემოდან ჩვენს ორცხობილებს. ზემოდან შეგიძლიათ როგორც ნიგოზი, ასევე ნუში მოაყაროთ და შეგიძლიათ თხილიც მოაყაროთ. 2-3-ვე ძალიან მოუხდება. ჩემ შემთხვევაში იქნება ნუში, რადგანაც შემდეგი ორცხობილა, რომელსაც გამოვაცხობთ, იქნება ნიგოზით. ამიტომ ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ ნუშს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რომ ნიგოზი მოაყაროთ. ნიგოზი არის ცოტა დაფხვნილი, ნუ ძალიან დაქუცმაცებული არ არის. აი ასე და მოვაყაროთ ზემოდან. ან შეგიძლიათ აი ასე აიღოთ და აი ამაში ჩადოთ. მეგობრებო, მე ორცხობილო უკვე მოვათავსე ერთი პარტია, ღომერთზე დაგვავიწყდა, იცით რა, რომ შაქარი მომაყარა ზემოდან. შაქარი არ მომიყრია და აუცილებლად უნდა მოვაყაროთ შაქარის და შემდეგ უნდა მოვაყაროთ ნიგოზიან ნუში და უნდა გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთი. გააჩნია ოღონდ სიდიდეს. ჩემთვის საკმაოდ დიდი და ჭირდება უფრო მეტი დრო. მეგობრებო, მე ახლა მოვამზადოთ ქართული ვარიანტი. ასე დავარქვი ახლა მე მას თაფლით, ქიშმიშით და ნიგოზით. ინგრედიენტები არის ზუსტად იგივე, არაფერი არ იცვლება გარდა ფქვილისა. ფქვილსაც ნახავთ ჩემთან რამდენი დაგჭირდება ზუსტად. მხოლოდ ემატება 100 გრამი ქიშმიში, მე მაქვს სულთანი შავი ქიშმიში, რომელიც არის ძალიან არომატული. ასევე მაქვს ნიგოზი, დაქუცმაცებული ნიგოზი, დაახლოებით 100-120 გრამი. ნიგოზი დაგჭირდება კიდევ ზემოდან მოსახვევად და დაახლოებით 2 ჩაის კოვზი თაფლი შეიცადეთ რომ არ იყოს ძალიან მძაფრი გემოების, არ როგორც ასე მაგალითად წაბლის თაფლი იყოს ნაზი და უფრო ნეიტრალური გემოს თაფლი უმჯობესია. კარაქს და შაქარს ავლებთ ერთმანეთში და შემდეგ გავაგრძელებთ. ისევ იგივე პროცესს ვიმეორებთ. რბილ კარაქს დავუმატოთ შაქარი და ავსრისოთ კარგად. დავუმატოთ ნეიტრალური გემოს ზეთი და მოურიოთ. ასევე უმატებთ კვერცხს. ნახევარ ჩაის კოვზის სოდა გავხსნათ ჩვენ ახლა მაწონში. შეიძლება იკითხოთ, შეიძლება თუ არა არაჟანის, რა თქმა უნდა შეიძლება. იწყებს გააქტიურებას უკვე. ნახეთ. თანამ მე ახლა მეორე პარტიას ვამზადებ. ეს ნახეთ როგორია. ნახეთ რა საოცრება. თაფლი დავუმატოთ. დავუმატოთ ქიშმიში. ნიგოზი დავუმატეთ იმდენი რომ შემდეგ გვეყოს დაახლოებით 25 ცალი ცოტა მეტი გამოდის კიდე ორცხობილები, ამიტომ იმდენი დავუმატეთ ნიგოზი აქ. კონდეთ მოიტოვეთ რომ შემდეგ ზემოთ მოსაყრელათაც გიყოთ, ყველა არ დავუმატოთ. ვანილი არ უნდა გამოგჩეს. ქოს დავუმატებ ახლა ამ ერთ ჩოკრაში არის ხოლმე ყოთის 2 ჩაის კოვზი. წინაზე ხო დავუმატეთ უკვე 1 ჩაის კოვზი, ახლა ახლა კიდევ 1 ჩაის კოვზი და ამასაც დავუმატებ. აურავთ პატარა კოვზი მაქვს, მაგრამ ხამდება და ვჩქარობ. ფქვილის რაოდენობას გეტყვით ზუსტად. ამ შემთხვევაში რამდენი დაგჭირდება ზუსტად იგივე რაოდენობის თუ უფრო შედარებით ნაკლები. ეხლა ხელით მოვძილოთ. მივიღოთ ნაზი, რბილი, ჰაეროვანი ცომი. მე უკვე დავიწყე ფორმირება, ვაძლევ ფორმას და შედარებით უფრო პატარები მინდოდა ამ შემთხვევაში გამოვაცხო.
50 გრამით მეტი ფქვილი, ანუ 700 გრამი ფქვილი დავუმატე, იმიტომ რომ მინდა რომ ცოტა ბზარები გაიგეთოს ზემოდან. თუ ეს თქვენ თუ არ გინდათ, არ დავუმატოთ ამ შემთხვევაში. ესე ქიშმიშებს ზემოდან თუ არ მოვათავსებთ, უკეთესი იქნება. კვერცხს წავალს მოვახლამე ზემოდან და უკვე ნიკოზი მოვაყაროთ. ეხლა ან ზემოდან მოვაყარეთ, ან ისე გააკეთეთ, როგორც მე ვაკეთებ. შიგნით ჩათეთ. როგორც გნებავთ, არც ერთი არ არის შეცდომა. შაქრის მოყრა არ დაგვაუწყდეს, კიდევ მოვიწყდებოდა რომ იცოდეთ. ჯერ შაქარი მოვაყაროთ, ანუ ზემოდან კვერცხის გულს რო წავუსვეთ, ზემოდან შაქარი მოვაყაროთ და შემდეგ მოვაყაროთ უკვე ნიკოზი. ორცხობილა გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 180 გრადუსზე 20-25 წუთი. ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამხელაა და რა ზომის არის თქვენი ორცხობილა. ორცხობილები გამოცხვა და რომ იცოდეთ რა საოცარი სურნელი დგას ჩემს სამზარეულოში, ალბათ ისევ ბავშვობაში დაბრუნებოდი და ისევ იქ დავრჩებოდი. ეს არის ნიგვზით. ეს კი არის ნუშით. მოვიდა გასინჯვისთო და ვნახოთ რა მოვამზადეთ. არის სწორად ნამდვილად ესეთი კარგი. აქ წეღანო გავტეხე მე ის ერთი ნაწილი მოქვს და ქიშმიშიან შევჭამ. ეს არის ნიგვზის შიგთავსით და ქიშმიშის. არ ვიცი გესმით თუ არა როგორი ხრაშუნა არის გარედან. გარდა ხრაშუნა შიგნიდან რბილი, ცოტა შორის თაფლის არომატი ძალიან დომინანტურად არ იგრძნობა. თითქმის არ იგრძნობა, ანუ შეგიძლიათ რომ დავუმატოთ. ეს ნიგვზი არის საოცრება. ნიგვზის მოხალვა არ არის წინასწარ საჭირო, იმიტომ რომ მაინც უნდა გამოცხოს ზემოდანაც იმას, რომელსაც მოვაყდეთ, ისედაც შეიბრაზება, ასე რომ არანაირად არ არის აუცილებელი. სითკბო ზუსტად არის, არც ზედმეტია, არც ნაკლებია. ვისაც ძალიან ტკბილი გიყავთ, ეხლა უნდა დავუმატოთ, მაგრამ ჩემთვის ზუსტად არის და საოცრად არომატული. ასე მგონია, რომ სულ ცოტა დარიჯანი ძალიან მოუხდებოდა. ეს არის თეთრი ფორთოხლის. ეხლა ეს გავსინჯეთ როგორია. ეს ძალიან ნაზია. ციტრუსის გემო აქვს, ნაზია, ძალიან არომატულია. გააჩნია ხა თქვენ რომელი გემოები გიყვართ. მე რომ მკითხოთ რომელს მომზადებდი, ალბათ ორივეს, იმიტომ რომ ორივე ჩემი გემოა. ვერც ერთს ვერ განვასხვავებ. გემოთი არის აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან, სტრუქტურა აქვს თითქმის ერთი. ახლა კი მე დაგემშვიდობებ და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. თუ მოგეწონა დალაიქე და გამოიწერე არხებიცაც რომ არ გამომტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები. თქვენი თითოეული კომენტარი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ყველას ვკითხულობ აბსოლუტურად და ძალიან მახარებს. დროებით.